დიპლომატიისთვის დღეს ნამდვილად საქმიანი დღე იყო და საქმიანთან ერთად ძალიან საინტერესოც და ამას აქვს თავისი მიზეზი. ერთი იმიტომ, რომ ამერიკისა და რუსეთის პირველი დიპლომატები ერთმანეთს ყოველდღე არ ხვდებიან და არც ყოველდღე წყდება კონტინენტის ბედი. შესაბამისად, ძალიან დიდი ინტერესი იყო მიმართული საუდის არაბეთის მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასრულდებოდა ეს შეხვედრა და თავიდანვე უნდა ითქვას, რომ უკრაინის საკითხზე გარღვევა როგორც ასეთი არ ყოფილა, თუმცა ასეთი მოლოდინებიც არ ყოფილა წინასწარი დელეგაციების მხრიდან, თუმცა არის კონკრეტული შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ მიღწევები ყოველ შემთხვევაში ასე ასათაურებენ ამას დელეგაციის წარმომადგენლები და შეთანხმებები, რომელიც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შედგა. პირველ რიგში ეს არის დიპლომატიური მისიების აღდგენის შესახებ შეთანხმება მოსკოვსა და ვაშინგტონში, რომ დიპლომატიური მისიების საელჩოები მისი სრული ესე ვთქვათ შემადგენლობით უნდა აღდგეს თითოეულ დედაქალაქში და გარდა ამისა უნდა შეიქმნას კონკრეტული ჯგუფები. ერთი ჯგუფი იმუშავებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დათბობაზე და მეორე ჯგუფი იმუშავებს სწორედ მთავარ საკითხზე, უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე და ამ მიმართულებით უნდა ითქვას, რომ გამოჩნდა ვაშინგტონის პოზიცია. ვაშინგტონის უფრო მეტად საუბრობდა იმაზე, რომ საჭიროა დათმობები და კომპრომისები და ამის აუცილებლობას უსვამდა ხალხს და მეორეს მხრივ რუსეთი ამაზე სულ უფრო ნაკლებად საუბრობდა და სულ უფრო მეტად საუბრობდა იმ ინტერესებზე, რომელიც მას აქამდე აქვს დაფიქსირებული. შესაბამისად, ამ მიმართულებით გარღვევები ჩვენ დღეს ვერ ვნახეთ, თუმცა ვნახეთ ის, რომ ორივე მხარე კმაყოფილია შეხვედრით და ესე ვთქვათ, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერ შევიტყვეთ, როდის იქნება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა, თუმცა ის ნამდვილად შევიტყვეთ, რომ მომდევნო კვირას იგი არ გაიმართება.